ბეშუმში შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნა აჭარის მთავრობას თითქმის 140,000 ლარი დაუჯდა. აქედან 60,000 ლარი ჯგუფმა ურსამ, 2 კონცერტისთვის აიღო. კახაბერსა და ხანუმებს 30,000 ლარი ერგოთ. 30,000 ლარი მიიღო ღამის შოუს ბენდმაც. 16,000 კი ანსამბლ გორდელას ჰონორარია. 10,000-ობით ლარი მომღერლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადეს. კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ ღონისძიების მიზანი არა შუამთობის აღნიშვნა, არამედ ქართული ოცნების წინა საარჩევნო კამპანია იყო. შერჩევის ეტაპი არის გაუმჭვირვალი, ხოლო ის, რომ სახელმწიფო რაღაც დღესასწაულებზე მომღერალს, რაღაც გარკვეულ ჰონორარს გადაუხდის, ეს გასაგებია. მაგრამ ის, რომ ეს შერჩეული მომღერლები ყველა არის აბსოლუტურად სამთავრობო მედიის სახეები და ასევე ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების პროპაგანდისტები, შესაბამისად გამოდის ის, რომ ქართული ოცნება მისი პარტიული ინტერესებისთვის ირიბად იყენებს ამ მომღერლებს, ხოლო მომღერლების დაფინანსებას ასევე მომღერლებს აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს და სახელმწიფო ბიუჯეტის ფულიდან აფინანსებს მის პოლიტიკურ ინტერესებს. უცნობია რა პრინციპით შეარჩიეს მომღერლები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ფული გადაუხადეს. შუამთობის დღესასწაულის აღსანიშნავად არც ტენდერი გამოცხადებულა და არც კონკურსი. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ხალხის ჯიბიდან ის მომღერლები დააფინანსეს, ვინც ქართული ოცნების მხარდაჭერით გამოირჩევა. კერძოების გარდა ჩვენ ამავე დროს ხედავთ ცდელობას, რომ მაქსიმალურად მოძებნონ ის გზა, რომლითაც შეიძლება დასაჩუქრებულები იყვნენ ეს კონკრეტული პიროვნებები. იმიტომ რომ ეს არის გამოყენებული სწორედ პირადი მიზნების, პარტიის პირადი მიზნებისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი სიკეთე გაიღონ თავიანთი მომხრეებისათვის. საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა ასეთი მანერა. ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მას ყავდა თავისი ფავორიტი მუსიკოსები, ფავორიტი მომღერლები, არტისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველა სიტუაციაში ხელისუფლების ზურგს ამყარებდნენ და მაგრამ ეს ზოგადად არის დამახასიათებელი ესეთი ტიპის რეჟიმებისთვის. 10,000-ობით ლარი, რომელიც ერთი კონკრეტული ღონისძიებისთვის დაიხარჯა, არაფერია იმ რეგიონალურ ტურნესთან შედარებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაგეგმა. პარტიის მხარდამჭერი მომღერლები მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს სწორედ სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსებით გამართავენ. პარტია არ მალავს თავის ზრახვებს და ერთის მხრივ, როგორც აღნიშნე, ემსახურება არამიზნობრივ ხარჯვას და მეორეს მხრივ მორჩილებას საზოგადოების ის დომინირებს, ესე ვთქვათ, ჭყალებში ძალადობს, რა თქმა უნდა, სოციუმზე, რომ ის არის მართველი, ის დახარჯავს ფულს, მან უნდა მიიღოს ეს ხმები და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება უკვე, ესე ვთქვათ, ქვენაბიჯები, რასაც ჩვენ თვალნათლივ დავინახავთ არჩევნების მოახლოებისას. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და ხალხის ფულით სააგიტაციო მუსიკის დაფინანსების მცდელობა. ასე აფასებენ ქართული ოცნების ოპონენტები აჭარის მთავრობის მიერ შუამთობისთვის დახარჯულ 100,000-ობით ლარს. ამბობენ, რომ ოცნება მათ მაქებარ მუსიკოსებს გულუხვა დასაჩუქრებს. ეს არის ბიუჯეტის სახსრების ხალხის ფულის სააგიტაციო მუსიკაში დახარჯვა. იმ ფონზე, როცა მშობლები შვილებისთვის აკვებს ვერ ყიდულობენ და პენსიონერები წამლებს ვერ ყიდულობენ, ამ გახმოვანებულ ცინიზმში დაიხარჯა 140,000 ლარი. ბუნებრივია, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ ხელოვნებას, კულტურას, ტრადიციებს არ უნდა დაუჭიროს მხარი. რა თქმა უნდა, ეს უნდა ფინანსდებოდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს შერჩევით. როცა სახელმწიფო ბიუჯეტი იხარჯება ასე არარაციონალურად, აქ უკვე ჩვენ აღარ გვაქვს საქმე კულტურის პოლიტიკასთან, აქ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკური კულტურის არარსებობასთან და უქონლობასთან. ეს ყველაფერი არის უბრალოდ ივანიშვილის ხელწერა და სტილი, რომ ადამიანებს ყოფს პარტიული ნიშნით და ვინც არ არის მისი პარტიის სიამოვნებაში მისი ბანდის მომხრე, მას აბსოლუტურად არანაირი ასპარეზი, არანაირი გასაქანი არ ეძლევა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის დიქტატურებისთვის, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მითქმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება კონცერტებში მილიონობით და 100,000-ობით ლარს ხარჯავს. ხალხის ფულით კი კეთილგანწყობილ მომღერლებს ამდიდრებს.